მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი დაამტკიცა. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. საკრებულოს ბოლოს ხდომაზე საკანონმდებლო ორგანოების წევრებმა პირველ საკითხად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბოკვაძის, დოლიძის, გაბრიელ ეპისკოპოსის და 26 მაისის ქუჩების საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი 206,562 ლარი დაამტკიცა. მაჟორიტარებმა ასევე 2009 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით საინჟინრო, გეოლოგიურ და საპროექტო საძიებო სამუშაოებისთვის გამოყოფილ 50,000 ლარს 17,500 ლარი ჩამოაჭრეს. ჩამოჭრილი თანხა კი ელექტროენერგიის დასაფარად და ონკოლოგიურ ავადმყოფებზე იქნა გადასროლილი. იქვე სოფელ ოზურგეთის მაჟორიტარმა გიახუჭუამ საკითხი დააყენა, რომ ხსენებული 50,000 ლარიდან თანხები 25,000 ლარის ოდენობით გამოყოფილიყო. აღნიშნული თანხა კი ახალშობილთა დაფინანსებას მოხმარებოდა. გიახუჭუეს კოლეგებმა მხარი დაუჭირეს და საკითხი მცირედი კამათის შემდეგ დაამტკიცეს. რაც შეეხება რაიონული მასმედიისთვის თანხის ჩამოჭრას, დაფინანსების 1000 ლარი შემცირებას და აღნიშნული თანხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის სამივლინებო ხარჯების მომატებას ითვალისწინებდა, საკრებულოს წევრებმა ყოველგვარი კამათისა და ზედმეტის ჯაბაასის გარეშე დაუჭირა მხარი. საკრებულოს სხდომაზე მაჟორიტარებმა ყველაზე ხმაურიანად ბოლო რიგით მეოთხე საკითხი განიხილეს. საკითხი კი მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემურად მუშაობასა და ამ თემით საკრებულოს წევრთა დაინტერესება შეეხებოდა. უფრო კონკრეტულად კი ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისიის თავმჯდომარე გელა გობრონიძემ სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უკმაყოფილება გააჟღერა, რომელიც მათ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას ექნებოდათ. კომისიამ კი, რომელიც საკრებულოში შეიქმნა და აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობდა, შედეგებს მიაღწია. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ სოფლების, შემოქმედის, ლაითურის, ჯუმათისა და ვაკიძრის მიმართულებით ამჟამად მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს. რაც შეეხება ლიხაურს, აღნიშნულ სოფელში მდგომარეობა მომავალი კვირიდან გამოსწორდება. როგორც გობრონიძემ აღნიშნა, კომისიის მუშაობისას ყველაზე რთულად მოსაგვარებელი პრობლემა ოზურგეთი ნატანები ურეკი ციცინათელას მიმართულებით ტრანსპორტის დანიშვნის საკითხი რჩებოდა, რადგანაც არ არსებობდა გამართული ავტობუსი, რომელიც აღნიშნული მარშრუტით იმოძრავებდა და მგზავრებს უსაფრთხოდ გადაიყვანდა. გობრონიძის კომისიამ თხოვნით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს, რათა თანხები ერთი ავტობუსისა და 20 ცალი საბურავის შესაძენად გამოეყოთ. რაზედაც კომისიის თავმჯდომარემ თანხმობა მიიღო და შესაბამისად შედეგით სახეზეა. მუნიციპალური ტრანსპორტი ოზურგეთი ნატანები ურეკი ციცინათელას მიმართულებით 15 ნოემბრიდან იმოძრავებს. სიახლეა ისიც, რომ ხმარებაში შემოვა ეგრეთ წოდებული საბარათო სისტემა. შემუშავდება სპეციალური ბარათის ფორმები, რომელიც საჯარო სკოლის პედაგოგებს, ვეტერანებს და ამბულატორიის თანამშრომლებს დაუგროვდებათ. ამით როგორც მუნიციპალიტეტში გვარწმუნებენ, ხარჯები შემცირდება და ეგრეთ წოდებული უფასო მგზავრი გარდა სკოლის მოსწავლისა მუნიციპალურ ტრანსპორტს აღარ ეყოლება. ზოგადად მუნიციპალური ტრანსპორტი საჭირო არის იქ, სადაც კერძო სექტორი ვერ ართმევს თავს, თქვათ იგივე მომსახურებას და გადაადგილებას მგზავრებისა. სხვა მხრივ კი, რა თქმა უნდა მოხდეს დაფინანსება, იმ სოციალური ეფექტი უნდა გაითვალისწინოს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ იგივე პედაგოგები გადაადგილდნენ და მოემსახურონ ბავშვებს სკოლებში მივიდნენ. მაგრამ შეიძლება იგივე საკითხი არა ვთქვათ იგივე ავტობუსის შეძენით მოხდეს, არამედ შეიძლება ამ პედაგოგებს გადაუხადოთ ეს თანხა, რომელიც არის გადასახდელი კერძო სექტორისათვის და ამდენად ზედმეტ თანხებს ავალიდებთ თავს, რომელიც ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი. კომისიამ შეისწავლა მაგ აღნიშნული საკითხი პრობლემები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტრანსპორტი უნდა გადავიდეს საბარათო სისტემაზე, რომელიც აბსოლუტურად ბარათებით მოემსახურება ყველა პედაგოგს, ვეტერანს და ამბულატორიის თანამშრომლებს, რომლებიც დადიან ქალაქიდან სოფელში და სოფლიდან ქალაქში. აუცილებლობიდან გამომდინარე. ეხლა ჩვენ ველოდებით 5,000 ლარი გვინდა ბიუჯეტიდან, ერთი ავტობუსი ჩამოვიყვანოთ თბილისიდან, რომელიც მოემსახურება ნატანების მიმართულებას. ნატანები ურეკი ციცინათელა, იქ ემერჯენსი რო არის გადაუდებელი ცენტრი, აი იმის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღურად დადიან ოზურგეთიდან. და არავითარი ტრანსპორტი მათ გადაადგილებისათვის არ არსებობს. არის დაახლოებით 12-13 თანამშრომელი. ველოდებით 15 ნოემბრიდან ეს საბარათო სისტემა აუცილებლად იქნება უკვე ყველა მიმართულებით.